საღამოშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს მინდა აგიხსნათ თუ როგორ თქვენ თვითონ შეგიძლებათ განაახლოთ სკამის საჯდომი თქვენებურად. მე გაჩვენებთ თქვენ თუ როგორ უნდა განაახლოთ, რა დაგჭირდებათ. ეხლა შევადაროთ აი ეს განახლებული სკამი იმ სკამთან, რომელიც იყო ძველი. ეს არის სწორედ ძველი ის 2-3 სკამი, რომელიც მე დღეს უნდა განვაახლო და გაჩვენებთ მათ შედეგს. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება ნაჭერი, რომელიც უნდა ზემოდან სკამზე და გუბკა, რომელიც იქნება ჩარბილებული ამ სკამის საჯდომზე. შესაბამისად, იარაღებიდან დაგვჭირდება საზომი, მაკრატელი, სტეპლერი. გააჩნია სტეპლერი, ეს საკმაოდ გამოსაყენებელია, სხვა არ დაგჭირდებათ. გორგიაში ის 11 ლარი, გირჩევთ რომ შეიძინოთ. ტყუები იდება ერთდროულად აგიხსნით თუ როგორ მუშაობს აღნიშნული პროცესი. ეს არის გადამტენი, შიგნით არის მსგავსია ესეთი ტყუები და ამ ტყუებს თქვენ დებთ, როგორც ხედავთ, პირდაპირ მხარეს, სადღაც გასროლა უნდა მოხდეს აქედან, აქეთა მხრიდან. შესაბამისად, ტყუები უნდა ჩასვათ აი ესეთი მიმართულებით. ვერ მოვახერხე. და ის ჩასრიალდება ეს ტყუები და შემდგომში თქვენ გამოიყენებთ აი ამ გადამტენს და მზად არის უკვე სასროლად. დააკვირდით აი ამ მხარეს, არ შეგეშალოთ და არ გაისროლოთ. არ იფიქროთ, რომ ისვრის აი ეს. აი ამ შემთხვევაში გასროლილი ტყუა მოხდება თქვენ და სერიოზულად დაგაზიანებთ. ამიტომაც ყოველთვის მიაქციათ ყურადღება, სადაც აღნიშნული დამჭერი იქნება, იმის და მიხედვით ისვრით. მისი გასროლის ძალა საკმაოდ ძლიერია, ამიტომ არ ვითამაშებდი ამ იარაღთან. ეხლა რაც შეეხება თვითონ სკამის მათემატიკურ გამოთვლას, ყოველთვის აიღეთ წერტილიდან წერტილამდე და შიგნით არის ფიცარი. ანუ აი ზუსტად ეს ფიცარი, რომელიც არის ქვემოდან, უნდა გამოთვალოთ წერტილიდან წერტილამდე. გამოგივიდათ, დაუშვათ 40 სანტიმეტრი, კი ბატონო. მაშინ თქვენ გუბკას იღებთ 40 სანტიმეტრიანს, ოღონდ ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ ნაჭერი, რომელიცაც თქვენ შეიძენთ, უნდა იყოს 10 სანტიმეტრით. განიერი ორივე კუთხიდან, ანუ უნდა იყოს 50-50-ზე. მაშინ თქვენ მოჭრით 50-იან სანტიმეტრის ნაჭერს, როგორც ეხლა მე მობზომე და ხედავთ, რომ არის 50, ანალოგიურად აქედან წერტილამდე არის 50 და შესაბამისად ამ კუთხიდანაც ამ კუთხებიდან იქნება 50. გამოიყენებთ მარკერს, მონიშნავთ, გადაჭრით, მაკრატლით და აიღებთ აღნიშნულ ნაჭერს, ყოველთვის ჯერ იღებთ ფიცარს, ფიცარზე ადებთ გუბკას და მერე აჭერთ. აი ამ პროცედურას გაჩვენებთ ცოტაღაში თუ როგორ კეთდება.